და კიდევ ერთი ჩართვა ჩიკაგოდან ამჯერად ნათია გოგსაძე, რომელიც უშუალოდ სამიტის მიმდინარეობის დეტალებს გაგვაცნობს. ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია უკვე მიიღეს და ამ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს ეთმობა. ნატოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამიტს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება. უფრო დეტალურად დეკლარაციისა და იმ განცხადებების შესახებ, რომლებიც ალიანსის ლიდერების მხრიდან ჩიკაგოში გაკეთდა, ნათია ისაუბრებს. ორდღიანი დიპლომატიური მარათონი, როგორც უკვე უწოდეს, ჩიკაგოს სამიტს ბარაკ ობამას მშობლიურ ქალაქში ჩამოსულმა ჟურნალისტებმა ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა სამიტის პირველივე დღეს ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურებმა უკვე მიიღეს დეკლარაცია, სადაც რამდენიმე პუნქტი საქართველოს აქვს დათმობილი. ამ დოკუმენტით ალიანსი კიდევ ერთხელ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რაც მთავარია, ამ დოკუმენტში პირველად ჩაიწერა, რომ საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა და რომ მას ნატოს წევრი ქვეყნები განიხილავენ არა უკრაინასთან, არამედ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად. ამ დეკლარაციით ალიანსის წევრი ქვეყნები მოწოდებასა და გზავნილებს რუსეთსაც უგზავნიან და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოფიციალურ მოსკოვს, რომ შეასრულოს საქართველოსთან ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. პირველი ერთობლივი დეკლარაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა სამიტის პირველივე დღეს მიიღეს. 65 პუნქტიან დოკუმენტში სამი მუხლი მთლიანად საქართველოს ეთმობა. 28 ქვეყნის ლიდერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. 2008 წელს ბუქარესტში ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია, რათა შესაბამისობაში მოვიდეს თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან გატარებული რეფორმების გზით, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებითა და ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობით ნატოს საქართველოს კომისიის ფარგლებში. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, გავამყაროთ საქართველოს კავშირი ნატოსთან, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, პრაქტიკული თანამშრომლობისა და თავსებადობის ზრდის გზით. ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის გზით, რადგან იგი არაწევრ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რაოდენობით მეორე ქვეყანაა. დეკლარაციაში ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. ნატო ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს EUTOS, გაეროსა და ევროკავშირთან მჭიდრო მუშაობისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს სრულ შესაბამისობას ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და ნდობის გასამყარებლად გატარებულ სხვა ცალმხრივ ღონისძიებებს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა და მოუწოდებთ რუსეთს იგივე ქმედებებისკენ. ჩვენ კვლავაც მოუწოდებთ რუსეთს უარი თქვას საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. დოკუმენტში ცალკე ქვეთავადაა გატანილი რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი. ალიანსის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო კონტინგენტის არსებობის გამო და ოფიციალური მოსკოვისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც რუსეთმა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აიღო. ჩვენ კვლავად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის კონტინგენტის ზრდითა და ისევ მოვუწოდებთ რუსეთს უზრუნველყოს თავისუფალი მიმოსვლა ჰუმანიტარული ტვირთებისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. ალიანსის დეკლარაციას უკვე მოყვა შეფასებები ჩიკაგოში მყოფი ქართული დელეგაციის მხრიდან. ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩიკაგოს სამიტზე ოფიციალური თბილისის მოლოდინი გამართლდა. დადასტურებული არის არა მარტო ბუქარესტი, არამედ ეს გავრცობილი არის და დადასტურებულია საერთოდ ნატოს ღიაკარის პოლიტიკა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. კმაყოფილებით მინდა აღნიშნო აგრეთვე ის, რა მკაცრად შეაფასა რუსეთის პოლიტიკა ჩვენ რეგიონში და რუსეთის უარი შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტები, ამისთან მკაცრი ტექსტი, რაც შეეხება რუსეთის ქცევას და რუსეთის პოლიტიკას საქართველოს და საერთოდ სამხრეთ კავკასიის მიმართულებით არც ერთ ნატოს სამიტზე ჯერ არ ყოფილა. ალიანსი არათუ ადასტურებს იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, არამედ ის ხას უსვამს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ანახა
მოყოლებული ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ბუხარესტის სამიტიდან. ქართული დელეგაციის წევრები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ დღეს საქართველოს ასპირანტი ქვეყნების ისეთ ჯგუფში მოხვდა, რომლებსაც წევრობის სამოქმედო გეგმა უკვე მიღებული აქვთ. ადრე თუ ვიყავით დაჯგუფებული უკრაინასთან, რომელმაც ფაქტიურად ამ ეტაპზე შეაჩერა ნატოში გაწევრიანების პროცესი, ეხლა ვარ დაჯგუფებული იმ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რომლებსაც უკვე გააჩნიათ მაპიც და აბსოლუტურად ყველა მიცის, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები, ისევე როგორც საქართველოს თაობაზე გადაწყვეტილება ბუქარესტის, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი, არის კვლავ ჯალაში. ეს არის პოლიტიკური, ფსიქოლოგიური ერთგვარი გარდატეხა მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როდესაც საქართველოს უკვე ამ შეიძლება ითქვას ფინიშის სწორზე გადის. საქართველოს დელეგაცია დღეს ნატოს ჩიკაგოს სამიტის სამ ყველაზე მნიშვნელოვან სხდომაში მონაწილეობს. ISAF-ის ნატოს 4 ასპირანტი ქვეყნისა და 13 განსაკუთრებული პარტნიორის შეხვედრაში. ძირითად პარტნიორებთან საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. ნატოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამიტს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება. პირველი სამუშაო დღის განხილვის მთავარი თემები ავღანეთიდან ჯარების გაყვანა და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იყო. ალიანსმა შეხვედრაზე სისტემის პირველი ფაზის დასრულების შესახებ გამოაცხადა და აქვე მიუთითა, რომ ნატოს გადაწყვეტილებას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის.